რა გიშლით ხელს ახლა წარმატების მიღწევაში? ნებისმიერი საკითხი ჩაიფიქრეთ, რასთან დაკავშირებითაც პასუხი გაინტერესებთ. ნებისმიერი საკითხი, სადაც ფიქრობთ, რომ არის ერთგვარი ხელის შემშლელი ფაქტორები და ნახავთ რეალურად რა არის მიზეზი ამ ხელის შემშლელი ფაქტორების უკან რა დგას და მოდით ერთად გავიგოთ რა გიშლით ხელს ამა თუ იმ სფეროში წარმატების მიღწევაში. მას შესაბამე ვარიანტი გვექნება, ნახოთ რამდენიც ხელს ამოყვება. პირველი ვარიანტი რა გიშლით ხელს, მეორე ვარიანტი რა გიშლით ხელს, ჯერ დავალაგებ არკანებს და მე აუცილებლად ჩავსვამ კადრში, ესეც მესამე ვარიანტი. ესეთი სამი ვარიანტია თქვენს წინაშე. რა გიშლით ხელს, რომ მიაღწიოთ იმ კონკრეტულ წარმატებას, კონკრეტულ სფეროში, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, წითელი სერდოლიკის გული, ამეთვისტო და მთის ბროლი. სამი ვარიანტია თქვენს წინაშე. ახლა დახუჭეთ თვალები, დაინახეთ კონკრეტული საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ფიქრობთ, რომ ნებისმიერი რამ მეგობრებო, რაც ხელი შეშლებით მოდის თქვენს რეალობაში და გავიგოთ რეალურად რა არის ამ ხელის შეშლის მიზეზი. მას შესაბამე იმედია სამივე ვარიანტს კარგად ხედავთ, მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი, ძირითადი რა არის ის, რაც ხელს გიშლით. ეს არის სათიანების ხმლები. ხელს გიშლით ის, რომ გარდა იმისა, რომ საერთოდ შეიძლება ხელი გაქვთ ჩაქნეული. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საერთოდ გამოვა. ეს არის ენერგიის აბსოლუტური კრიზისი. თქვენი მენტალური სხეული, თქვენი ასტრალური სხეული არის გამოწორული ლიმონი. ხელი გეშლებათ, იმიტომ რომ თქვენს რეალობაში უკვე ძალიან დიდი ნეგატიური რეალობა არის დახატული. რატომ არის ეს ასე, ნახოთ. რატომ არის ეს ასე? შეიძლება არ გრძნობთ მხარდაჭერას. არ გრძნობთ მხარდაჭერას შესაძლოა საყვარელი ადამიანისგან. ან შესაძლებელი ერთი და იგივე რუტინა ტრიალებს. ნამდვილად ძალიან მჭიდრო ინფორმაცია მოდის პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით შესაძლებელია აქ არის ის მომენტი, რომ ზუსტად პარტნიორულ ურთიერთობიდან გამომდინარე სირთულეები გიშლით ხელს. ან უშუალოდ ამ თემას ეხება მთელი ის თქვენი სირთულეების სპექტრი, რაშიც თავს ძალიან ცუდად გრძნობთ და ეს ნამდვილად არ განიხილება. იმდენად ცუდი, მოდი ასე ვთქვათ, ცუდად ნეგატიურ ჭრილში დანახული არის ეს ყველაფერი თქვენი მხრიდან. ხელს გიშლით ის, რომ ცუდად ხართ. გამოსავალი რაშია? არკანის სიკვდილი, ტრანსფორმაცია უნდა დასრულდეს ის, რაც უკვე ემოციურად არამხოლოდ არაფერს არ გაძლევთ, არამედ პარაზიტობს. ერთია, როდესაც რაღაცა ემოციურად არაფერს არ გაძლევთ და არ გყვებავთ და მეორეა ის, რომ განადგურებთ. აქ თუ გინდათ, რომ კონკრეტულ წარმატებას კონკრეტულ საკითხში მიაღწიოთ, პირდაპირ მინიშნება ყოველგვარი მოფერების გარეშე და ეს არის დაასრულე. ნუ გაქვს შეერთებული ხელოვნურ სუნთქვაზე ის, რაც აღარანაირ ბედნიერებას აღარ განიჭებს. გადააბიჯე ამას, იმიტომ რომ შესაძლებელი ყოველჯერ რაღაცა იმედი გქონდეს, რომ რაღაც შეიცვლება, რაღაცა უკეთესად იქნება, იქნებ და რაღაცა სხვა იქნებ ცოტა უმტკივნეულო გამოსავალი ვიპოვო, ხო? და მაინც ესე პირდაპირ დასრულებით არ გადავწყვიტო ყველაფერი, პირდაპირ გეუბნებიან არკანის სიკვდილი, Guardian of Cups.
თუ გინდათ რომ ელემენტარული ჯანმრთელად იგრძნოთ თავი და ბედნიერად რაღაც სავსე თასი გქონდეთ ემოციებით, ხო? დადებითი ემოციებით, აქ არის საჭირო გარდაქმნა, აქ არის საჭირო ტრანსფორმაცია, აქ არის საჭირო დასრულება. რა უნდა დასრულდეს კონკრეტულად? იმის რეანიმირება, რაშიც სიცოცხლე არ არის. თქვენ ცდილობთ იმაში დაინახოთ სიცოცხლე, იმაში დაინახოთ გამოსავალი, იმაში დაინახოთ მხარდაჭერა, რაც უკვე რეალურად არაფერს მსგავს არ გაძლევთ. არამც თუ არაფერს არ გაძლევთ, არამედ პირიქით მხოლოდ გწამლავთ და ეს მოწამვლა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენ თვითონ ფიქრობთ, რომ ამაში კიდევ რაღაც არის. ამაში კი არაფერი აღარ არის აბსოლუტურად. და გემშვიდობებით. უტანჯავთ თქვენს თავს. ჯანმრთელობას გაიფუჭებთ. მენტალური ჯანმრთელობა რო უკვე არ არის კარგ მდგომარეობაში, ეს ფაქტია. კეთილი, მეორე ვარიანტი. თქვენ რა გიშლით ხელს, რომ ამა თუ იმ საკითხში, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მიაღწიოთ წარმატებას. ხმლების თუსი. ნახოთ ეს კონკრეტულად რას ნიშნავს. ხმლების თუსი რა მხრივ არის ხელი შემშლელი მაჩვენე? ხელს თქვენი ფიქრები გიშლით და თქვენი სიბრაზე. გიშლით ხელს. თქვენ აქ გეუბნებიან, რომ გაერკვიათ საკუთარ სიბრაზეებში და გაერკვიათ იმაში, თუ საიდან მოდის ეს სიბრაზე. თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა და საერთოდ ზოგადად არსებობს უამრავი ინფორმაცია, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად გავიგოთ და მოვისმინოთ რა დგას ჩვენი სიბრაზეების უკან. ადრე ეს ყველაფერი არ იყო ესე ხელმისაწვდომი, ახლა არის, ხო? სიბრაზები იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხარისხის ადამიანს ეს ყველაფერი არ უნდა აწუხებდეს, ესეც შეიძლება იყოს. მე ეს არ უნდა მაწუხებდეს. მე ესეთი აზრები არ უნდა, რადგან მოდის ესეთი აზრები არ დაბლოკოთ. თუ კი მოდის სიბრაზები, თუ კი მოდის აგრესია, თუ კი მოდის ყველაფერი ხარისაც ვისაუბრე, არავითარ შემთხვევაში არ დაიგნოროთ, ან არ გაუბრასდეთ ამას, არა? პირიქით, მე გაძლევთ მინიშნებას, რომ აქ ყველაფერთან მიმართებაში თქვენ გაქვთ გამოსავლის პოტენციალის მოძებნა, ინფორმაციაც გაქვთ, შესაძლებლობაც გაქვთ. მე ზოგადად შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სიბრაზეს ვერ მართავთ, შფოთს ვერ მართავთ. ხო? და ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გვინდა რომ რაღაც უმართოთ, ჯერ უნდა გავერკვიოთ რა გვინდა რომ უმართოთ. ხო? გამოსავალი რაშია? სამენების კვერთხები. გამოსავალი არის იმაში, რომ დავწყვეტ უნდა ჩახვიდეთ. ეს არის ფსის სამუშაო, ეს არის ფსიქიკურ დონეზე შესასრულებელი სამუშაო. რაც მოიაზრებს იმას, რომ უნდა ჩავიდეთ საკუთარ შიშებში, უნდა ჩავიდეთ სინათლე უნდა ჩავიტანოთ საკუთარ სიბნელეში, ჩრდილებში და ჩრდილიდან ამოტანილი სიბნელე უნდა წავიღოთ, ინტეგრირება უნდა მოახდინოთ. რას ნიშნავს ეს? წარსული სცენარიდან მოყვებათ რაღაცები, რასაც ვერ უშვებთ და ეს ვერ გაშვება კონკრეტული სცენარის აკეთებს ფორმირებას, როგორც იმ სიბრაზისა და შფოთვისა, რომელსაც თითქოს ახსნა არ აქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს ახსნა. და თქვენ აქ გეუბნებიან, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს ძალა და ენერგია გარდაქმნათ უდიდეს პოტენციალად, უდიდეს ძალად შეგიძლიათ გარდაქმნათ. სალამანდრა ალქიმიურად ცეცხლის სიმბოლოს ნიშანია. თქვენ შეგიძლიათ ეს თქვენი შიშები გარდაქმნათ ძალიან დიდ მაგიურ ძალად, მაგრამ ჯერ უნდა ჩახვიდეთ ამ ყველაფერში, ამ სიბრაზეებში უნდა ჩახვიდეთ, ამ შიშებში უნდა ჩახვიდეთ, ამ შფოთებში უნდა ჩახვიდეთ.
როგორ უნდა ჩახვიდეთ, ვნახოთ. ბავშვობიდან მოდის ეს. ჯერ კიდევ. აბსოლუტურად გახსნილია თქვენი გზები, თქვენს ცნობიერში სამოგზაუროთ, თქვენ შიშებში სამოგზაუროთ, თქვენ ბავშვობის ტრამებში სამოგზაუროთ. სხვა შორის შეგიძლიათ ვთქვათ, თუ კი გრძნობთ, რომ ვაგრძელებთ, თუ კი გრძნობთ, რომ მარტო გიჭირთ ამ ყველაფერში ჩაყვინთვა, შეგიძლიათ მოძებნოთ ისეთი ადამიანი, ვინც ამაში დაგეხმარებათ. მაგრამ ერთი ფაქტია, რომ თქვენ ამას ძალიან დიდი წარმატებით გააკეთებთ, თუ ამას მოინდომებთ. აქ მაჩვენებს თემას, რომელიც საფუძვლიანად შესაძლებელია არ გაშლილა საკუთარ თავში. როგორ ხართ იცით, მიწას აღრით, ხო? ფისომ რო იცის ხოლმე. თავის კუკუნიებს რომ მიაღრის ხოლმე მიწას. ქვიშას რო დამარხა. აი ესე, მაგრამ ის ხوارსად არ მინდის, ხო? სუნით გება მაინც. ესეთი ცხოველთა მოყვარულს როგორც შეეფერება, ისეთი შედარება გავაკეთე, ხო ასეა. ის არსად არ მიდის. თქვენშია. თქვენში რჩება. რაც არ უნდა მიწა მიაყაროთ, რაც არ უნდა და მე შეიძლება დასვათ კითხვა, რატომ აქ ეს სიბრაზე, რატომ აქ ეს შფოთები? ერთ არკანში მაჩვენე, როგორ უნდა გადაიწყვეტოს ეს პრობლემა. როგორც თქვენ შეახვედრეთ თქვენი სინათლე, თქვენ სიბნელეს და პირიქით. და ბავშვობის სცენარებს გადახედეთ. შეიძლება იქიდან მოგაქვთ რაღაცა კონკრეტული შიში და შფოთი, რომელიც ახლა ფორმირდა როგორც რაღაცა სიბრაზე და აგრესია. მეორე ვარიანტი, დაგემშვიდობებით. მესამე ვარიანტი, თისბროლი. თქვენ რა გიშლით ხელს? თქვენ პირდაპირ წარსული გიშლით ხელს. ვერინელებთ შესაძლებელია იმ ემოციებს, ენერგიას და დროს, რაც წარსულში გაეცეთ კონკრეტულ ადამიანთან. თუ წარსულში უფრო კარგად იყავით და კარგად გრძნობდით თავს და არც საწმყოში ხართ და არც მომავალში ვერ ხედავთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ წარსულში გაიჭედეთ. რას ეხება ეს? კი, რაღაცა ეტაპი დასრულდა. ეხება ეს. წარსულ მიჯაჭულობებს ვერ უშვებთ, რომელიც დასრულდა. ანუ გულისხმობ დასრულდა, მაგრამ მაინც მიჯაჭული ხართ ვიღაცას, მადლობას მინდა ასე ვთქვა, რომელიც წარსული სცენარიდან მოყვებათ და როგორც უღრანი ტყეში აღმოჩნდება ადამიანი და არ იცის საწავი და პერიოდულად აშკარად იქით გაგდებთ ხოლმე. რა არის ან ვინ არის ის, რაზეც აზე ხართ მიჯაჭული და ვერ უშვებთ ბოლომდე? რა არის ან ვინ არის ეს? თითქოს გადახვედით ახალ რეალობაში, მაგრამ სიბრაზე არსად არ წასულა. მაინც არის მარტოობის შეგრძნება, ჩემი არავის არ ესმის, მონატრების შეგრძნება. ხშირად გახსენდებათ ის ადგილი, ან მიდიხართ იმ ადგილზე, სადაც კარგად გრძნობდით თავს ამ ადამიანთან ერთად, ან იმ გარემოში, სადაც რაღაც პერიოდულად გინდათ რომ დაბრუნდეთ. ყველაზე მეტად რა გიშლით ხელს? პასუხს ეძებთ ამ ყველაფერზე. პასუხს ეძებთ და ვერ პოულობთ. როგორც ინთება ეს ცეცხლი, ტრანსფორმაციის ისევე ქრება. ვერ პოულობთ პასუხს. პასუხს, იმიტომ რომ შესაძლებელია ის წარსული ემოციები, რასაც ვთქვათ ამ კონკრეტულ ადამიანთან განიცდიდით, ხო? ვეღარავისთან ვეღარ გამეორდა და არც გამეორდება. რაღაცა თუ უფრო მეტად უკეთესი მოვა ცხოვრებაში, კიდე შეიძლება რაღაცნაირად ვიფიქროთ, რომ გადაფარავს, ხო, ეს ყველაფერი, ალბათ რაღაცა უკეთესი ჯერჯერობით არ მოსულა. კეთილი.
ვაგრძელებთ, ნახოთ გამოსავალი რაშია. გამოსავალი რაშია. გამოსავალი რაშია. გამოსავალი იქნება, მაგრამ თქვენ გეუბნებიან, რომ სცენარს სამხრივად უყურებთ. ან სამხრივად ბრაზობთ, ან სამხრივად რაღაც არის რაღაცები, რაც პერიოდულად ნახეთ, მე აქ მაჩვენებს ადამიანს უნდა რომ დაიწყოს. მაგრამ ისე უკან ბრუნდება. ისევ დასხოთ შორის შესაძლებელი ამ ყველაფერმა გარკვეული შიშიც დატოვა, ამ წარსულმა შიში დატოვა თქვენში, რომ რაღაცები აღარ გამოგივათ. ნდობა წაიღო ურთიერთობებში, კარგი პროგნოზის მოლოდინი წაიღო. ესეთი დაცვა გაქვთ ჩართული აქტიურად, რომ რაღაცები არ გამოვა. ხო, არ გამოვა ახალი ურთიერთობები, არ გამოვა. აქ ვერ გაიქცევით ამ სცენარს, სანამ არ დაშლით მარტივ მომრავლებად, როგორც იტყვიან, არ გაიგებთ პრობლემის ანატომიას და არ მიხვდებით იმას, რომ თქვათ ერთი ადამიანის გამო, რასაც თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავის სიმართლე აქვს, თქვენი, მას მისი, ხო, ადამიანებს ზოგადად. ჩვენ ვთვლით, რომ ვიღაცები უსამართლოდ გვექცევენ, ისინი თვლიან, რომ არანაირი უსამართლობა არ არის, ხო? ეს ყველაფერი ძალიან სუბიექტური ამბავია. მაგრამ თუ ამ ყველაფერს მიწის მიყრას თავს დაანებებთ და გაშლით სიღრმისეულად და სიღრმისეულად ჩაწვდებით ყველაფერს ისე, რომ ეს judgment გამორთოთ, ხო? ანუ ყველანაირი განსჯა, რომ ეს სწორია, ეს მართალია, ყველანაირი ქულების მინიჭების გარეშე თუ გააკეთებთ ამას და გეყოფათ იმის ძალა, რომ ორივე პოზიცია და ნახოთ და გაგებით მოეკიდოთ რაღაცებს. საკუთარიც დაინახოთ, სხვისიც დაინახოთ, მეტო სხვისი არ დაინახოთ, საკუთარიც დაინახეთ, ხო? მერე შეიძლება ამ სცენარისგან განთავისუფლება. გრძელებთ, მერე შეიძლება ამ ყველაფრის გაგება. ხო? ეს შიდა კონფლიქტი, შიდა სიბრაზე, რაც გაქვთ, ხო, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ხო, რა თუმცა ეს სიბრაზე რაში გამოიხატება? თქვენს თავთან მიმართებაში, ადამიანებთან მიმართებაში. არა, სამუშაო არ არის აქ გატარებული სათანადო, თუ სამუშაოს რო გაატარებთ, დამიჯერეთ არკანი ვარსკვლავი. გამარჯობა. არკანი ვარსკვლავი მოვიდა. თქვენი ვარსკვლავიც ამოგწყენდება. მე კი დაგემშვიდობებით. საუკეთესო სურვილებით.